მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ფიქრი ხმამაღლა და დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ქალბატონი ნანა ჩაჩვა. მოგესალმებით ქალბატონი ნანა. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება ისევ დრო, როგორც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, გვინდა რომ ეს თემა კიდევ უფრო განვავრცოთ, იმიტომ რომ ფიქრობ ძალიან საინტერესოა მაყურებლისთვის, დრო მისი სტრუქტურირება და აწყოს მნიშვნელობა ამ დროის სტრუქტურირებაში. კეთილი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ერთგულ ტელემაყურებელს. ყავს ასეთი მაყურებლებიც. დროის სტრუქტურირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში. როცა ადამიანი დროის სტრუქტურირებას, ანუ დროის განაწილებას ახერხებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის უკვე მომწიფებული პიროვნება. ანუ უკვე პიროვნება. აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ადამიანის პიროვნულობისა, დროის სტრუქტურირება. არსებობს ასეთი პიროვნების ნიშნები, დიდ ხუთეულს, რასაც უწოდებენ ფსიქოლოგიაში და იქ არის, იცით, ერთ-ერთი ნიშანი თვითორგანიზებულობის უნარი. რამდენად შეუძლია ადამიანს აი ამ თვითორგანიზებულობაში დროის სტრუქტურირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ. ამიტომაც კაცობრიობის დიდი მოაზროვნეები ამ საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას და არა მარტო მოაზროვნეთა მიერ იქნა ეს საკითხი გაანალიზებული და გაცნობიერებული დიდ მოაზროვნეთა მიერ, არამედ ეს არის რელიგიაშიც მოცემული, ანუ რწმენის დონეზე თუ როგორ უნდა გადაანაწილოთ თავად ეს დრო და დროის არსი, ეს არის ეკლესიასთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ანუ რა დროში, რა და როგორ და დროის სტრუქტურირება იგულისხმება აქ და მითოლოგიაში. და თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთი ქვეყნის აი ეთნოსურ მითოლოგიაში რაც არის მოცემული რომ იქ სადღაც ეს პირდაპირ თუ ერიბად არ იყოს მეტაფორულად თუ ასე განსაკუთრებულად დახვეწილ ფორმას ატარებს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, ნუ ის რომ აღმოსავლური საერთოდ ცნობიერება ამაზე უდიდეს ყურადღებას ამახვილებდა და იქ პირდაპირ პროცესთან იყო დროის განცდა დაკავშირებული და სულ პროცესში ჩართულობა იყო აღმოსავლურ ცნობიერებაში თავად დრო. ეს არის ძალზედ საყურადღებო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ პრაქტიკულად როგორ დავსვათ ჩვენს ცნობიერებაში ეს კითხვაც და საკითხსაც როგორ უპასუხოთ, როგორ გავანაწილოთ დრო, როგორ მოვახდინოთ დროის სტრუქტურირება. აი ჩემთვის ყველაზე უფრო აი ამ წუთში რაც შეიძლება უფრო თვალსაჩინოთ წარმოსადგენად ჩემთვის ახლა ყველაზე უფრო მეტად არის ასეთი ერიკ ბერნი ტრანზაქციური ანალიზის ავტორი გახლავთ და აი მასთან არის პირდაპირ მოცემული ეს საკითხი დროის სტრუქტურირების საკითხი. ახლა დროის სტრუქტურირება როცა ხდება, რა თქმა უნდა, აწმყოს ეხება. აი როგორ ვანაწილებ აწმყოში აი ამ დროს. და რამდენად არის ეს ყველაფერი ისე გადანაწილებული, რომ მე არ დავკარგო, არ გავაუქმო ეს დრო ჩემთვის. ანუ აი ამ დროში გამოვხატო ჩემი თავი. გაუქმება ნიშნავს, როცა ჩემ თავს ვერ გამოვხატავ. დროის ამ მონაკვეთში, აი ამ მომენტში. ეს არის დროის გაუქმება, დროის დაკარგვა და იმ დროში მართლაც არ გიცხოვრია ადამიანს. ეს არ იკუთვნის შენი ცხოვრების
დროს. ანუ უფრო ზუსტად ვთქვათ, რომ ძალიან ისე ცხოვრებისთვის დაკარგული დროა. ხო, იქ შენ არ გიცხოვრია. ეს არის უკვე ამოვარდნილი. და ასტრონომიულ დროს ჩამორჩი. დროის სტრუქტურირებაში განხილულია 3 ძირითადი ასპექტი. ეს არის ერთი მატერიალური ასპექტი, მეორე არის სოციალური და მესამე გახლავთ ინდივიდუალური. რომელიც ინდივიდუალობასთან არის დაკავშირებული. ძალიან საინტერესო არის თვითონ მატერიალური ასპექტი. სულ მქონდა განცდა რომ რატო ვიყავი ასე ახლა მე თვითონ თავად ეგზისტენციალისტური მწერლობა და ეს მიმდინარეობა მომწონს რაღაცნაირად გაშინაგნებული მაქვს აი გათავისებულია რაღაც ჩემია თითქოს აი ეს მიმდინარეობა იმპრესიონისტულიც ასევე მაგრამ აი ან იმპრესიონისტულთან ან მით უმეტეს ეგზისტენციალისტთან ну მოკლედ ერთი სიტყვით ესეთი რა პირდაპირი კავშირი შეიძლება ჰქონდეს რობინზონ კრუზოს აი ამ ნაწარმოებს ბავშვობიდან მომყვება ამ ნაწარმოებთან რაღაცა ესეთი კავშირი საკმაოდ ადრეულ ასაკში წავიკითხე აი უხერხულიც კი არ ვთქვა რამდენი წლის ვიყავ საკმაოდ გამოუგნებელი ასაკი არის რო გითხრათ და დამრჩა ეს ფიქრობდი რომ ალბათ იმიტომ რომ აი ეს იყო ჩემი პირველი წიგნი და თანაც ჩემ მხრიდან ამ წიგნის წაკითხვა ოჯახში ნათესაობაში რაღაც ისეთ დამამკვიდრა თუ რაღაც ისეთი იყო იმ პერიოდისათვის რომ აი მე ეს წავიკითხე აი ამასაში ამიტომ ვფიქრობდი რომ ალბათ ამიტომ რომ მე მივიღე ძალიან ბევრი პოზიტიური ხო შეფასება და საკუთარი თავის მნიშვნელობა უნდა განმეცადა თითქოს თუმცა ამისი განცდა არა ასე ადვილი მაგრამ თითქოს ესე უნდა ყოფილიყო და ვფიქრობდი ალბათ ამიტომ აი მე უკვე როდესაც აი დროის სტრუქტურირებაში აი მატერიალურ ასპექტი ვნახე რა არის რას ნიშნავს რაღაცა მივხვდი რა იყო ეს და რა არის იქ რომ სულ მოყვება ახლა ესე გაცნობიერებულად არა ძალიან გავაგრძელე ახლა და უნდა ვთქვა რა არის ეს მატერიალური აი რობინზონ კრუზო მოხდა იმ უკაცრიელ კუნძულზე და არაფერი იქ არ არის აბსოლუტურად არაფერი ხო ისეთი რომელიც აი ამ ცივილური სამყაროდან უცებ რაღაცას იქ რაღაცას აი არსებობას შეძლებდა მაგრამ რაც არის აი ეს ამთავარი რაც არის აი ამ მატერიალურ მხარეს ყოფიერებისას ხო აი მისი სტრუქტურირებას ახდენს აი აქ და ამჟამად რა არის აქ და ამჟამად არის აი ეს ხეები რომლისგანაც შეიძლება კარავი გაკეთდეს გადაიხუროს ამ ტოტებისაგან რომ დაცული იყოს რაღაცა შეიძლება იყოს ცხოველი ან რაიმე მე იწყებს კალენდარით შექმნა არა ნუ კალენდარი როგორ დროის აღრიცხვა რომ თითო ხას ჩამოსვამ და ყოველდღიურად და ასე ესა დროის მატერიალური სტრუქტურირება ნავიც გააკეთა რა და აი თხების მოიშინაურა შეიძლება თქვას რომ ზოგადად საკაცობრიო გზა გაიარა ერთი ინდივიდი არა საქმე რაში არის იცი იმ მატერიალური ის კი არა რომ აი ეს არა მაგ და ახლა როგორ გავაკეთო ეხლა რა უნდა გავაკეთო არა რაც მაქვს აი აქედან არის ის რომ მე გავიანგარიშო გავთვალო ჩემი მთელი ცნობიერება იყოს მთლიანად მიმართული იქეთკენ რომ ეს რაც არის ამისგან ახლა აი გაანგარიშება უნდა მოხდეს იმისა თუ ამას რატომ რისთვის ამ მატერიალური მოცემულობით ამ მატერიალურს ასე ვქმნი ოღონდ ეს არის გამიზნულად გაკეთებული ამიტომ და ამიტომ
ცხოვრებას გასწავლის. ეს დროის სტრუქტურირება არის პირდაპირ ამ რეალობაში ყოფნა ისეთი რომ რეალობას ერთი წამითაც არ კარგავ. მატერიალური სტრუქტურირება ეს არის. ესა მისი დროის სტრუქტურირების მატერიალური ასპექტი. ერთი წამითაც ყველაფერი რაც არის შენს ირგვლივ და რაც შეიძლება გაიანგარიშო, გათვალო და აი ასეთი გაანგარიშებით ხომალდს რომ აგებენ, ხო? ხომალდს აგებენ მის და მიხედვით რომ დაიანგარიშებენ მის მოცულობას, თქვათ, რა ტვირთი შეიძლება დაიდოს, წყალქვეშა შეიძლება იყოს რა ნაწილი და ასე ყველაფერი იქნება დაანგარიშებული. ესა მატერიალური სტრუქტურირება. ეს არის კიდევ გავიმეორებ ამას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაც არის და რისთვისაც აკეთებ, იქ ყველაფერს თავისი ობიექტური მნიშვნელობა ენიჭება და ხარ ამაში ჩართული. ესა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საყურადღებო არც რამდენად გასაგებად გამომივიდა ეს ახსნა და მნიშვნელოვანია სოციალური სტრუქტურირება. აი სოციალური სტრუქტურირება ეს არის საზოგადოებასთან სოციუმში, სადაც იმყოფები, სადაც ხარ. ხო, აი მისი შესაბამისი ადეკვატური ქცევა. ეს ქცევა შეიძლება იყოს სიტყვიერად, დიახ. ზარი გვაქვს ეთერში, მაყურებელს უპასუხოთ, გისმენთ? უკაცრავად, ძალიან დიდი პატივისცემით, ქალბატონო ნანა. მოგესალმებით, მიესალმებით. უპირველეს ყოვლისა მინდა დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ვქართველობ რომ თქვენაერი ქალბატონი გმოძღვრავს და მართლა გვარიგებს ჩვენს ლამაზერს, ნახდათ ჩვენს ლამაზ და დიდ ნაწამებს და ნაწანჯერს რომ თქვენაერი ქალბატონები თქვენ ახართ ეტალონი ქართველი ქალბატონი. და ძალიან ხმაყოფილი ვარ ჩემი აი ეროვნების რა თვითიც მიზიდია ცხოვრებაში და ზათავარ უფრო მეტი თვითი ვზიდო ახლა ძალიან დიდი წარსული მაქვს აი ეროვნულ მოძრაობიდან ის ბრძოლების სამშობლოსთვის რამე და ერთი რამ გვაინტერესებს ქალბატონო ნანა მე ვარ ომის ვეტერანი საუბედუროთ აი შიგა ჩვენი ძმობისა და ჩვენი სიყვარულის აი რაღაც ვერ გავიგეთ ალბათ აფხაზებმა, ოსებმა, ქართველებმა და ერთმანეთს დაუპირისპირდით ყიავესროლეთ ერთმანეთს და აი ჩვენი რეაბილიტაციის გამო აი რა ხდება ახლა აი ჩვენ არავინ აბსოლუტურად ყურადღებას არ გვაქვს არც ხელისუფლება ომის ვეტერნებს აი ეროვნული მოძრაობის ვეტერნებს დავიღოთ ახლა მერაბ-პოსტავადან აი დიდი აფეთი რაც ხდებოდა 9 აპრილამდე მანამდე მის შემდგომად და არავინ ჩვენზე არ ზრუნავს აბსოლუტურად რომ ვინმე რაღაც აი იზრუნოს უბრალოდ რომ აი ჩვენ როგორ მოვიქცეთ აი ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ რა უნდა ვაკეთოთ შემდგომ და შემდგომ იმიტომ რომ ჩვენ ავართ ისტორიის ერთი ნაწილი რომლებიც ამ ქვეყანას ვეკუთვნით და ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი საკეთებელია ხმერთმა დაიფაროს სხვამ გააკეთოს სხვა ერმა სხვა ჯიშმა ჩვენი საქმე მე ესენი გვამადლიან უკვე რომ აი მე ეს გავაკეთე ჩვენ და რაც გავაკეთეთ თუდი თუ კარგი არავის ჩვენ უშუალოდ ჩვენ სამშობლოს არ დავამადლით არასოდეს იმიტომ რომ ეს ჩვენი მოვალეობა და უბრალოდ აი იქნება მოუწოდოთ ხალბატონო ნანა თქვენი გულისხმიერებით და გამომდინარე იმიტომ რომ ძალიან გაფასებთ ესე იგი ვერ აგიხსერავთ ვერ ვიტყვი ვერ გამოვთქვათ სიტყვით ისეთ უდიდეს პატივსაცემს აი იმიტომ რომ თქვენ გვარიგებთ რომ მოძღვრავს მართლა ადამიანურად მართლა დედაშვილურად მართლა დაძმურად და აი იქნებ პატარა ჩააგონოთ ხელისუფლებას რომ ჩვენ მიტოვებულები ვართ მადლობა ზარისათი დიდი მადლობა და ძალიან კარგი კითხვა იყო ეცეთ აი საოცრად
დროული ამ გადაცემისათვის, თორე ისე დაგვიანებული კითხვა საერთოდ სახელმწიფოსათვის და საზოგადოების მხრიდან კი აქვს დაფასება, მაგრამ ეს ხმამ უდაბნოსა ღაღადებლისა შინა თუ როგორც არის, ხო? თორე სახელმწიფოსათვის, ხელისუფლებისათვის, იცი სახელმწიფოც კიდე რა, ხელისუფალი, ერთი ხელისუფალი, მეორე ხელისუფალი, მესამე ხელისუფალი და ეს საკითხები რჩება ყველა არა რეაგირებულად, რეაგირება არ არის. აი ახლა მე გამახსენდა ბატონო რომ შემოგვეხმიანა ჩვენ ცნობილი ფილოსოფოსია კირკეგორი. ძალიან ღრმად რელიგიური პიროვნება გახდათ. და ის ლაპარაკობდა ასეთ რამეს, რომ გაუნაწილებელი, ანუ არასტრუქტურირებელი დრო ის ლაპარაკობდა ისეთი განმარტებებს აძლევდა და ისეთი ინტერპრეტაციას აკეთებდა აი გაუნაწილებელ არასტრუქტურირებელ დროსთან დაკავშირებით, რომ ის პირდაპირ უკავშირდებდა ამას ბოროტებას. და აი ეხლა ამ ზარის შემდეგ რისი თქმა მინდა, რა არის სოციალური სტრუქტურირება? ეხლა განვიხილოთ ჩვენ ეს ასეთი ფართო მასშტაბით, არა პიროვნულ დონეზე, არამედ ფართო მასშტაბის. ხო, სოციალურ დონეზე განვიხილოთ, გნებავთ პოლიტიკურ დონეზე განვიხილოთ. და რატომ დაუკავშირე მე კირკეგორის ნათქვამს, რომ ეს ბოროტებაა? როდესაც არ არის განაწილებული დრო, რა არის ეგ? ანუ სტრუქტურირება არ არის, ხო? ანუ გაუნაწილებელი დროზე როცა ლაპარაკი. ეს არის პირდაპირ კავშირში ზართან. ეხლა კირკეგორის ნათქვამი და სოციალური სტრუქტურირება დროის. რა ეკადრება ამ მომენტს? ამ ფაქტს, ამ მოვლენას, იმისი შესაბამისი დამოკიდებულება უნდა იყოს. ეხლა უფრო მინდა დავასუსტო. აი ამა თუ იმ მოვლენას, ფაქტს, საგანს თუნდაც, რა დამოკიდებულება ეკუთვნის მაღალი ღირებულებებიდან, კაცობრიული ღირებულებებიდან, აი ღირსებიდან, ადამიანი თავისი ღირსებაა. საზოგადოებას თავისი ღირსება გააჩნია, კაცობრიობას თავისი ღირსება გააჩნია და ეს ღირსება არის ჩვენ ერთხელ ლაპარაკობდით ამასთან დაკავშირებით, რომ აი ის რაც არა მატერიალურია და რაც ამ მატერიალურში არის შიგთავსი, რომელსაც თითქოს ხელს ვერ მოკიდებ, ხო? მშვენიერია დავითის ქანდაკება, მშვენიერია ვენერა მილოსელი, მაგრამ სად არის ეს მშვენიერება? რაშია ეს მშვენიერება? ეს მშვენიერება არის თავად ამ მატერიალურში, მაგრამ სად არის ის? რაში იმყოფება? იმას ხელს ვერ მოკიდებ ასე, მაგრამ ის მის მთლიანობაში არის, რომელიც შენ უნდა ამოიცნო. ამისი ამოცნობა არის და შენ შიგნითაც დევს. არა, ამისი ამოცნობაა ღირსება. ამისი წვდომაა ღირსება. საზოგადოების, ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის, ნებისმიერი ხელისუფალის ღირსება ის არის, რომ და ესაა სოციალური სტრუქტურირება, რომ ამოიცნოს აი იმ ომის ვეტერანებში ის, რაც არის მათ ღვაწლში და თავად ისინი იყვნენ ამოცნობილნი და ეს შეიძლება იმდენად მათ არ ჭირდებოდეთ, როგორც ჭირდება თვითონ კაცობრიულ ღირსებას, რასაც აი კაცობრიობა ქვია, რასაც ადამიანი ქვია. თუ დაკარგე და თუ ეს გაგიქრა ხელიდან, არაფრით არ განსხვავდება მაშინ საზოგადოება ჯოგისაგან. არაფრით არ განსხვავდება. აი ძალიან კარგად ვიცით ჩვენ როგორია ცხოველთა სამყაროს ცხოვრება. იქ სადაც ალტრუისტულია ქცევა, ეს
დავუშვათ მგლების ხროვაზეა ლაპარაკი, ხო? მგლის ოჯახზე, მაგრამ აი როცა ხროვა და როცა აი რამოდენიმე ოჯახია და ერთმანეთის დანდობა არ ხდება, თუმცა ოჯახისა მაინც ხდება. ხო, მაინც ხდება. ცოცხალი ორგანიზმებისაგან ადამიანებითი განსხვავდება, რომ აი უწყლეტობა კაცობრიული ღირებულებებისა მის ღირსებაზე გადის. ღირსება არის სწორედ ის, რომ მოახდინო მისი გამოსტრუქტურირება, მისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის მინიჭება. ანუ დაინახო ის, გამოიცნო, იცნო, გამოარჩიო, იმითი კი არა, რომ რაღაც განსაკუთრებული იყოს. აი იმ ნიშნულობებით მე რა თქმა უნდა აქაც არის ამისი მატერიალური მხარე ვთქვათ პენსიები რომელიც იმიტომ კი არა რომ პენსია და თავისთავად ეს ფინანსური მხარე ან თუნდაც იმ საფრთხეს ან ძალიან მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოვან ძალიან მნიშვნელოვანია ეს თავისთავად უნდა იყოს მაგრამ ამაში იგულისხმება მისთვის იმ ნიშნულობის მინიჭება, რაც რეალურად არის, რაც ფაქტობრივად არის, რაც არის. და ყველაზე მეტად ეს ადამიანებს ჭირდებათ, იცით, ეს არის აი როგორი მართობია, იცით, რომ აი უწყლეტად რომ არის წარსულიდან აი მომავლისაკენ. აი ეს არის სულ მარადიულად. ეს არის სოციალური სტრუქტურირება. ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობაში ამას ქვია კარგი მანერები, რომ დაუშვათ სადაც ქალბატონები არიან, მამაკაცებს უყვართ ისეთი ცოტა თამამი ხუმრობები, ვთქვათ სუფრასთან, როცა მხოლოდ მამაკაცები არიან, ხო? მაგრამ თუ იქ არის ქალბატონი ან ბავშვია, თავ შეიკავებენ, არა? ანუ იმ ნიშნულობას იმ წუთში ხედავენ, რომ აი ეს ქალია, ეს ქალბატონია, ეს ბავშვია და აი ეს არის იცი იმ ნიშნულობის მინიჭება, რომელმაც შენ უკვე გაგხა და ისეთი, რომელსაც ქვია უკვე აი კარგი მანერების მქონე ადამიანი, საზოგადოება. ასეთი კარგი მანერები მოეთხოვება ხელისუფლებას. აი ეხლა ნუ არ არის ეს ისეთი გადაცემა რომ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ვერაული ეხლა გვერდს აი ამ თემას. აი ეს პრემიები, ვთქვათ, ის უპირატესობანი, ის პრივილეგიები, რომლებიც ფინანსურად გამოიხატება, მატერიალურში გამოიხატება ხელისუფლების მიმართ, აი გამოხატავენ თვითონვე, ხო? აი ამის ფონზე უკვე ასეთი შეჭირვება და შეჭირვება ვისი? ისიც მე პირადად აი სადმე რომ ნახო აი ჩაულებრივად იარაღი თოფია, დამბაჩა არის, ავტომატია, მე ერთხელ მქონდა ესეთი რაღაც შევხედე და ისეთი შიში გამეჩნდა რაღაც მიუღებლობა და რა ეს ადამიანები იცით რა არის ხელში უჭირავთ ეს და ამ დროს შინაგანი ხმა ხა აი ზარიც ავტორიც ამას ლაპარაკობდა რომ თავის რო აი სამშობლოს განცდა და იგრძნობა ხო და სულ სხვანაირი არის იმისი დასაცავი არის ჩემი დასაცავი იმისი გადასარჩენი ჩემი გადასარჩენია და ჩემ წილს აკეთებს და არა მარტო ჩემ წილს მისი თანამედროვესი დავით აღმაშენებელი დიდგორის ველზე ჩვენ წილსაც იბრძოდა რომ ვართ ახლა ჩვენ აი ეს ქართველები აქ ხო ასე არის იცით ნებისმიერი ერის ისტორიაში და ეს არის განუსაზღვრელი განუზომელი აუწონავი შეუფასებელი ისედაც თავისთავად წარმოიდგინეთ რომ აი ზუსტად აი ისინი ვინც აი ელღაზის ბანაკში რომ გააგზავნა მეომრები 300 იყო თუ 300 არაგველი თუნდაც 9 ძმა ხერხეულიძე ჩემთვის გააკეთა ჩემი გააკეთა ჩემი საკეთებელი იქ კეთდებოდა მაშინ აღმაშენებლის დროს დიდგორის ველზე ჩემს საკეთებელს აკეთებდნენ ისინი ხო აი ეს მინდა რომ კარგად იყოს
აი დროის ამ სტრუქტურირებაში ამ აწმყოში ყველაფერია მოტანილი. ყოველ შემთხვევაში მარტო იმ დროისთვის აქტუალურს არ აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რასაც აი ასე დროში უსასრულოთაა ის. უსასრულოდ მიედინება ის დროში. და ვაიმას, ვინც ამას დაასრულებს, ხო? ახლა როგორი არის ეს, რომ დროში მოედინება რაღაც პროცესი და ეს რაღაც პროცესი იყოს თუნდაც შენი ქვეყანა, შენი ეროვნულობა, სულ ერთია ქართველი ხარ, სომეხი ხარ, ფრანგი ხარ, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ხო? მოედინება დროში და შენ აჩერებ, აქ ასრულებ. ეს არის ის, რომ აი სტატიკური გახადე ის, რაც აი დინამიური იყო და რას მოდება და ესაა ნეკროფილური დამოკიდებულება. ანუ სიკვდილში აღმოჩნდი. სიკვდილში სიცოცხლიდან უნდა აღმოჩნდა. ესაა დამსახურებული სიკვდილი. როცა სიცოცხლიდან აღმოჩნდები სიკვდილში, თორე შენ აი მკვდარი ქმნი აი ამ სიკვდილს და არ მოდიხარ სიცოცხლიდან შენ. სიცოცხლიდან მოსვლა არის და სიცოცხლიდან სიკვდილი არის ბრძოლის ველზე, სამართლიანი ომის ველზე დაცემული ადამიანი, ხო? ეს არის აი სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლა და ეს არის ის მერე უკვდავება, მერე თავისთავად. და აი ეს არის, რომ კარგი მანერები. ფსიქოლოგიაში ასეა, ინდივიდუალურ დონეზე, აი სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც ეს განხილული, რომ აი შენ აკეთებ ამას, რომელიც და ამ დროს იცი, როცა ამას აკეთებ, ისე რომ აი როცა შენ აფხაზეთის ომია და იქ ხარ და შენ ხელში გიჭირავს, იცით, ის ავტომატი და იცავ შენ მიწას. აი აქ კიდევ ნუ ცოლია, დედაა, შვილია, ის კიდევ შენს აი იქ ბრძოლას ეთანხმება შინაგანად. ეს თანაგრძნობა, ხო? ისიც აი ამას აკეთებს მაშინ. და მაშინ რა არის, იცი, სადაც შენ ხარ ფიზიკურად, იქვე არის შენი ფსიქიკურიც. და ასე კი არ ხარ სხვადასხვა ადგილას, ეს მინდა გასაგებად თქვა. აი სხვადასხვა ადგილას არ ხარ. რატომ უჭირთ, იცი, დაქირავებულ მეომარს ბრძოლა? უჭირთ და ის ძალიან სასტიკია. მისი ბრძოლა არ არის. არ არის, იმიტომ და ამიტომ სასტიკია. ის აი დაუნდობელი არის. როცა ეს მისი ომი არ არის, როცა ეს სისასტიკე არის, სისასტიკე ხდება. რატომ? იმიტომ რომ ის ფიზიკურად არის იქ და აი მისი ფსიქიკური იქ არ არის. ეს სხვა არის, სხვაგან. ერთ-ერთი მეორეს ვერაფრით ვერ დაემთხვა, რაც არ უნდა გააკეთოს. თუ არ დაემთხვა, არ ხარ მაშინ იქ. და ეს შინაგანი, იცით, აი კონფლიქტი, შინაგანი წინააღმდეგობა აგრესიას იწვევს მერე ადამიანში. მაგალითს მოვიყვან ძალიან მარტივ მაგალითს და აი უფრო გასაგები იქნება თუ რას ნიშნავს, რომ სადაც ფიზიკურად ხარ, იქაც რომ ფსიქიკურად ხარ. ქართველები, რომლებიც აფხაზეთის ომში იყვნენ, იცით რა არის, აი ეს იყო ნამდვილი პატრიოტობა, რასაც ქვია. რასაც ქვია ნამდვილი პატრიოტობა, იმიტომ რომ ახლა მე იმ დროს რა ჩემთვის გუშინ იყო ეს. და ახლაც არის. ახლაც არის, იმიტომ რომ აი იქ მეომარი ამაზე ლაპარაკობს. ამიტომ ის აფხაზეთის ომი ჩემთვის ახლაც აქაა. რადგან მას გუწევს ამაზე ლაპარაკი. ნუ მაინც ეს პრობლემა და მოგვარებელი დარჩა. დიახ და აი როგორი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენ, რომ ფიზიკურად სადაც ახარ, ამავე დროს შენ ფსიქიკურადაც იქ იყვე, ამ პროცესს ერთვოდე. ეს არის აი სოციალური სტრუქტურირების მთავარი მომენტი. და ამას ქვია, იცით, კარგი მანერები. აი ამას კარგი მანერები კიდე ესეთი სიტყვა მე რომ ესმისე გადავშორს ჩვენთან ისევ მეტაფორა. აი შინაარს ბოლომდე არ ემთხევა ეხა ამ ხო არა იცით როგორი რაღაცა არის რატომ ასე უფრო მეტია რაღაც უფრო ხო აი ეს კარგი მანერა ხმა არის ეხლა ნახეთ რატომ იმიტომ რომ შენ ზუსტად ისე იქცევი აი ზუსტად აი მამაკაცების ხედან მხოლოდ მამაკაცები არიან და შეუძლიათ რომ თავისუფალი იყვნენ სიტყვების გამოთქმაში მაგრამ თუ ერთი ქალბატონია როგორც გითხარით ამ ბავშვია სადმე აი ესა კარგი მანერა არ იტყვის ამას
ანუ ხელისუფლებამ არ უნდა დაინიშნოს მისთვის ეს რა ქვია პრემიები, ხო? თორემ ეს ცუდი მანერაა. როცა შენ აი ამ ადამიანთან მიმართებაში თორე საერთოდ ეხლა მე არ მგონია რომ რაღაც დანაშაული იყოს ადამიანო პრემია დაინიშნოს, მაგრამ არ უნდა დარჩეს დაუჯილდოვებელი ესეთი ჩვენი მაყურებელი რომ ესეთი ადამიანი. ჯერ ეს ადამიანები უნდა დაჯილდოვდნენ და მე ალბათ დანარჩენები. ქალბატონო მადონა, დანაშაულის დეფინიცია ცნება აბსოლუტურად სხვა. ესა დანაშაული მაშინ არის თუ მინიმალურ მოთხოვნას არ ასრულებ. და ეს არის მინიმალურ იქვე დანაშაულთანაც მიდის ეს მიუხედავად იმისა რომ ეს არის მიეკუთვნება აი ასეთ შეფასებას რომ ეს უბრალოდ არ შეიძლება ეს ცუდი მანერაა მოდი რა ფსიქოლოგებს ვენდოთ ახლა ამ ცნებას იყენებენ ხო იყენებენ ამისთვის და მე პირადად მომწონს აი ახლა რას ნიშნავს კიდე ეს მაგალითი რომ ზუსტად ჩვენ ჩამოვაყალიბოთ რომ ფიზიკურად სადაც ვარ, იქვე უნდა ვიყო ჩემი ფსიქიკური მოცემულობითაც. აი ადამიანი მიდის მანქანით, რაც არის ახლა ამ ფსიქოლოგიის სახელმწიფოში მოყვანილი ის მაგალითი მომყავს. მიყავს ავტომობილს მართავს და მიდის სამსახურში. და შიშობს რომ არ დააგვიანდეს, ვაი მე აქ საცობია, ვაი მე არ დამაგვიანდეს და იქ რას ეტყვის მისი უფროსი და მართავს, ხო? ფიზიკურად ის მანქანაშია საჭესთან, მაგრამ ფსიქიკურად არის იქ სამსახურში თავის უფროსი მოსალოდე. ანუ სხვადასხვა ადგილასაა. მას შეუძლია შესაძლებლობა და დიდი ალბათობა რომ დაარღვიოს მოძრაობის წესის, რაღაცას მიეჯახოს, რაღაც აი ასეთი. მაგრამ რაც თავარია კიდე ვერ ამჩნევს იქ რა ხდება გარეთ რომ აი თურმე ესეც რა არის აი გაზაფხული მოსულა და აქ აი ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩაუარა ისე რომ იქ რა ნუშია აყვავებული ვერ დაინახო. ხო? აი სადღაც აი იქ რაღაცა ხეები გამწონება რაღაცა ამას ვერ ხედავს. მაგრამ როდესაც ადამიანი ერთდროულად აი აქ საჭესთან არის და აქ არის, აქ და ამჟამად, ხო? აი მაშინის ხედავს ამას, ამჩნევს. და აი ახლა რადგან ომის თემა შემოვიდა თორნიკე ერისთავი ისტორიული პიროვნება და არაჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი ამავე დროს, ხო? ისტორიულიც იყო და ლიტერატურული ნაწარმოების აკაკი წერეთლის თორნიკე ერისთავის მთავარი პერსონაჟი. და ბრძოლა არის ჰალისის პირას. და ეს ბრძოლა მიმდინარეობს როგორ აქ თორნიკეს მიყავს აი ეს მთელი ეს გამარჯვების ასე რომ ვთქვათ მთელი სიმძიმის ცენტრი მასზე გადის მის მხედართმთავრობაზე მის ამ უნარზე გადის ეს ზარი გოქს ეთერში და მოусმინოთ მაყურებელს გავაგზავნოთ შემდეგ ჩვენი თემა გისმენთ დიახ გისმენთ ზანეთ რაც გნებავთ ასეთ თქვენი შეკითხვა დიახ მოგესალმებით ქალბატონო ნანა თქვენი ყოფილი სტუდენტი გახლავართ ღმერთმა გაგაძლიეროს და გაგახაროს ძალიან ბევრი ჭირდება ასეთი საუბრები ჩვენ მთავრობას და ვესაუბროთ აქედან ეგებ გონებაზე მოვიდნენ მადლობა ზარისთვის და მადლობა რომ გიყურეთ ხო დიდი მადლობა და აი ახლა თორნიკე ერისთავთან ეს მინდა რომ დაუბრუნდე ამ თემას თუმცა მინდა რომ კარგი მადლობა გადავხადო ღრმა გულით სულით რომ ეს შემოგვეხმიანა და თქვათ მე გამახსენდა რომ ლექციას ვკითხულობდი და სტუდენტები მყავდნენ დიდი მადლობა კიდევ ახლა ჰალისის პირას ხდება ნახეთ ომის ბუნება როგორა ეს ბრძოლა და თორნიკეზე არის ეს მთელი ძალისხმევა მხედართმთავარი ის არის და თან ახლა ეს ბრძოლა უბრალოდ შეგახსენებთ რომ ბარდასკლიაროსი რო აუღჯანყდა თეოფანიას და სხვა შორის მისი შვილი იყო ის ბასილი კეისარი რომელიც ასე მუხანათურად ექცეოდა ქართველობას და კონსტანტინ გამსახურდიას დიდოცხარის მარჯვენაში ბასილი კეისარს გიორგი მეფის ენით
ათქმევინეს ძაღლთა პირი ბასილი კეისარი არაფერი არ იკარგება ყველაფერს თავისი სახელი დროში მაინც აგერ მე-20 საუკუნიდან დაერქვა ხო მაინც აი ეს არის კიდევ ერთი დიდი ძალა ადამიანის მოქმედებისა რომ სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს დიახ აი თორნიკერისები და დამთავრდა დაღამდა ბრძოლა შეწყდა და ისმის კვნესა დაჭრილების და დახოცილი მეომრებიც იქვე ცხედრები არის ამ მეომრების და თორნიკე ბრძანებს რომ არ განარჩიონ ერთმანეთისაგან ტერი და ქართველი და ბერძენი ანუ არ მოხდეს ეს განსხვავება დაჭრილებს ერთნაირად უპატრონონ უმკურნალონ და ცხედრები ასევე ერთნაირად დაკრძალონ საიდან მოდის ეს შინაგანი სამართლიანობა ესეთ დაწერილი კოდექსით ჩვენ ვიცით თანამედროვე ომები რომ ათასნაირი ხელშეკრულები ათასნაირი აი ისეთი პირობები ფულსაც უხდიან ჯარისკაცებს მაგრამ ვრცელდება კადრები დღეს ხო ინფორმაციები არაფერი არ იკარგება რომ აი ეს ჯარისკაცები არ ვამბობ ახლა არ ვასახელებ არც ქვეყანას არც იმ ადამიანებს რომლებსაც საშინელი წამებით საკმაოდ ცივილიზებული ქვეყნიდან და საკმაოდ ისეთი დემოკრატიული მაგრამ აი იქ იმ ბრძოლის ველზე რომელიც შენს იმ შინაგან მდგომარეობას აი პირდაპირ ამოფეთქავს და აი ისეთნაირად იმპულსურად წამოვა ეს აგრესია რომ შენ მისი კონტროლის უნარი დაკარგული გაქვს რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის სამართლიანი. იმიტომ რომ შენ ფიზიკურად ხარ აქ და ფსიქოლოგიურად არ ხარ აქ და გახლეჩილი ხარ. შენი ფსიქიკური შენს ოჯახშია, აი ჩვეულებრივად ისეთ საქმიანობასთან, სადაც შენ იპოვიდი შენ თავს, განახორციელებდი შენ თავს, მაგრამ აქ შენი შეჭირება, შენი ფინანსური, შენი სოციალური მდგომარეობა დაქირავებულ ჯარში უნდა წაგიყვანოს აი აქ და აი აქ კიდევ ამიტომ არის რომ მოტივს უძებნიან იცით ომს აი მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს ავღანეთში ომს ერქვა ინტერნაციონალური დახმარება ახლა ამაზე სიღრმეებში ვეღარ წავალ უკვე რომ ერქვა ინტერნაციონალური დახმარება ანუ ერთი იყო რეალობა და მეორე იყო ანუ ერთი არის რომ ფიზიკურად სხვაგანაა ადამიანი მეორე არის რომ ფსიქიკურად ის სხვაგან არის ომში იმყოფება მაგრამ ფსიქიკურად იქ არ არის ეს მას არ ეკუთვნის მაგრამ დიდგორის ველზე ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც იქ იყვნენ იცი ერთი იყო არ იყო გახლეჩილობა და ეხლა თანამედროვეობაში მით უმეტეს მისი პოლიტიკური ინტერპრეტაცია ავღანეთში ომს საბჭოთა კავშირიდან ერქვა ინტერნაციონალური დახმარება აი ეხლა უკვე რამდენ ჭრილში არის ის რეალობა და სად ხარ გახლეჩილი სად იმყოფები შენ აი ეს არის იცით ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ როცა ლაპარაკობენ სოციალურ სტრუქტურირებაზე დროის ანუ აი ზუსტად ამ დროში აქ და ამჟამად როცა ვარ მე ჩემი ფსიქიკურიც უნდა იყოს აქ აი გამოცდების დროს ზოგიერთი არის იბნევა და რაც იცის ისიც ავიწყდება ზოგისათვის პირიქით გამოცდის მომენტი ხდება მობილიზებულობის მდგომარეობა აი მე პირადად მქონდა ეს სულ მქონდა ეს მე ვფიქრობ თუ ადამიანი იმ ადგილზე მისული სადაც უნდა მისულიყო და შინაგანი мотивация სწორი იყო მაშინ არ დაიბნევა გამოცდა არა უყურეთ როგორ არის რომ როდესაც მე ფიზიკურად ვიმყოფები აქ მაგრამ მე მაქვს იცით აი იმისი განსაზღვრა რა ნიშანს მივიღებ აი მე ჩავაბარებ თუ არ ჩავაბარებ მე შეიძლება დედა გამიბრაზდეს ან მე სტიპენდია შეიძლება არ გქონდეს იქნებ ვერ ჩავირიცხო აი ესენი ყველა წამოყვეს მე უკვე აქ ვარ მაგრამ ჩემი ფსიქიკა აქ არ არის და რა უნდა იაზრონოს აქ არ არის ეს ფსიქიკა და როგორ გაუკეთებს ეს ფსიქიკა აი ამ ცოდნის
ამ შინაარსები საიდან ამოწევდა შექმნას ეს წინაპირობა მისი ფსიქიკის ფიზიკურ თანხმდრისათვის თუ მე მგონია რომ უბრალოდ მისი შინაგანი мотиваცია საკმარისია იმისთვის რომ мотиваციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ეხლა ჩვენ მე მგონი ვერ მოვახერხებთ იმიტომ мотиваციის თემა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი არის რომ ის мотиваცია მოგცევს ამიტომ არის ეს სამართლიანი ომი мотиваციაა დავით აღმაშენებლისათვის დავით აღმაშენებელმა სხვადასხვა იმ ბრძოლის ველზე სიტყვა რომ წარმოთქვა ის ძალიან ის იყო ყველაფერი გასაუბრებელია სიტყვა ესე შეიძლება დიახ გამარჯობა დღევანდელ დღეს ჩვენ ჯარის ყოფნა საავადმყოფოში თუ აფრიკაში განაერი განმარტება შეიძლება მიეცეს ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. ხო, აი ახლა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის კი არის ამ დროის სოციალურ სტრუქტურირებასთან დაკავშირებით, რომ აი თვითონ მე ახლა არც პოლიტოლოგი ვარ, არც პოლიტიკის, არც როგორ გითხრათ ეხლა. მაგრამ მარტო თქვენი პროფესიული გადმოსახედიდანაც საკმარისია რომ მაგრამ აი ამ დროის სოციალურ სტრუქტურირებასთან მიმართებაში ეს პასუხი გაეცემა ამას, იცით? იცით არსებობს ეხლა დავით აღმაშენებელი როცა ამ ომის საკითხს წყვეტდა ეს წყვდებოდა საქართველოში. ხო? და წყვდებოდა აქ დავით აღმაშენებელთან. საქართველოში საქართველოს პრობლემა წყვდებოდა. წყვდებოდა, აი ესეთი რაღაცა. როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ეხლა 21 საუკუნეში და უფრო ადრე დაიწყო ეს პროცესები, ეს ინტეგრირება, როცა ხდება ქვეყანათა შორის, ეკონომიკური, აი თანამედროვე ეკონომიკას უწოდებენ კაპიტალს, საერთოდ უწოდებენ მრავალეროვნულ კაპიტალს. ესა ინვესტიციები როცა ჩაიდება. ეს მრავალეროვნული კაპიტალი ნიშნავს, რომ შენ ეკონომიკურად ინტეგრირებული ხარ სხვა ქვეყანასთან, ხო? ეს ინტეგრირება, სოციალური, ეკონომიკური ინტეგრირება და ეკონომიკა ყველაფრის საფუძველი ამ სამყაროში. მათ შორის სოციალური ინტეგრაციასაც. როგორი მიუღებლობაც არ უნდა გჭირდეს მარქსისა, აქ უკვე ეს ასეა, რომ ეს ამას ადასტურებს, იცი, კაცობრიობის ისტორია და აბსოლუტურად ყველაფერი ყოფითობაში პრაქტიკა ყოველდღიურად გიდასტურებს, რომ ეკონომიკა არის საფუძველი, ის ბაზისს უწოდებდა ამას და ყველა დანარჩენ ურთიერთობებს უწოდებდა ზედნაშენს. მაგრამ ძალიან ესე იგი რომ ვინმე არ დაგვირჩეს მწყრალად. ახლა მე უფრო თანამედროვებას მწყრალად, იმიტომ რომ ახლა როგორ მარქსიზმი და მარქსიზმი სხვა, მარქსი სხვა კიდე. როგორც მერაბ ბაბადაშვილი ამბობდა ძალიან ესეთი სიღრმიდან, რომ მარქსი გენიოსი იყო და მარქსიზმიო იდიოტიზმიო. ასე ლაპარაკი, იმიტომ ნებისმიერი იზმი ასეა. აი ახლა უყურეთ როგორ არის, რომ როდესაც შენ ეკონომიკური, ანუ გამთლიანება, სოციალურიც ასევე არის და სოციალურმა რა გამოიწვია ეს სამუშაო ადგილები გაშა წერტილოვანი. აი იქ არის სამუშაო ადგილი, თქვა თურქეთში არის სამუშაო ადგილი. მიდიან თურქეთში. აი ესე რა ამერიკაში არის მიდიან, იმიტომ კი არა რომ ის ან უკეთესია, ანუ არესია. ეს არის იცით რომ მრავალეროვნული კაპიტალი, სად ჩაიდო ინვესტიციები და სად ჩაიდო გადანაწილდა მეორე სოციალური მე გადანაწილდა ესენი და სამუშაო ადგილები და ამას ეწირება სხვათა შორის ოჯახის ინსტიტუტი და ეწირება აი დედაშვილობის დამოკიდებულება. ახლა ეს სხვა თემაა კიდევ, რომ სკაიპით რომ ამერიკიდან ან თურქეთიდან დედას შვილი ელაპარაკება და ეს ტაქტილური ფიზიკური შეხება არ ხდება დედასთან, სულ უკმარისობა და სულ ამას